არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. რა თავისებურებებით ხასიათდება ჩვენი დრო? ეს სოფელი სულ უფრო იჩენს სიმპათიას, ისეთი სახის ისტერიული ცრუ ქრისტიანობისადმი, მაგრამ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მის გემოვნებას, რაც მეტად დავიმარხავთ ჩვენი სარწმუნოების სულს, მით მეტად უცხო ვიქნებით ამას სოფელს, იგი მით უფრო შეგვიძულებს და უგულებელ ყოფს. ამასთან უაზრო, უძლურ, მადლ მოკლებულ ადამიანებადაც კი მოვეჩვენებით. თუ დღეს ქვეყანა ერთგვარ ცნობის მოყვარეობას იჩენს მართლმადიდებლობისადმი, ეს იმის საბაბს არ გვაძლევს, რომ ჩვენ ქვეყნის საამებლად გამოვხატოთ რაღაც იდუმალი მედიდურობა და ყალბის სულიერება. გლახაკი სიმართლეს ჯობს მოკაზმულ ტყუილს. ჩვენ ახლა სულიერად ისე ღარიბნი ვართ, როგორც არასდროს და სხვა დროის ქრისტიანებზე მეტად შეგვეფერება ფსალმუნის სიტყვები. მაცხოვნე ღმერთო, რამე თუ მოაკლდა წმინდა, რამე თუ შემცირდეს ჭეშმარიტება ძეთა კაცთაგან. ფსალმუნი 11. ჩვენ სულით გლახაკნი ვართ და ამის დანახვა, შეგნება, თამდაბლობითა და სინანულით ზიდვა ალბათ ერთადერთი ხელმისაწვდომი და მაცხოვნებელი ქმედებაა დღეს ჩვენთვის. დროის სულის ჩვენი შინაგანი მდგომარეობისა და შესაძლებლობების ზღვარის ნათლად გაცნობიერება დაგვიცავს არასწორი ძიებისაგან, ისედაც სუსტი ძალებით ფუჭი ხარჯვისაგან, წარუმატებელი საქმიანობისაგან, აუხთენელი ოცნებების განხორციელებისკენ, სწრაფვისგან და ჩვენს შესაძლებლობებთან შეუთავსებელი მოღვაწეობისაგან. ჩვენს დროს უკვე აღარ ახასიათებს სულიერი საზრდოს სიუხვე, ის ბრწყინვალება და კეთილსულნელება, რითაც აღსავსე და მოფენილი იყო ადრინდელ ქრისტიანთა ცხოვრება. ჩვენ უფრო მეტად უძლურება, მწუხარება დაგვჭა. ამიტომაც ყველაზე მაცხოვნებელი ჩვენთვის იქნება მოუკლებელი, თამდაბლობითი ლოცვა და საკუთარ სიკლახაკეზე სულთქმა. ძალზე მოგზალებული თამდაბლური შეფასება საკუთარი შრომისა და საქმიანობისა. უაღრესად შემწყნარებლური და გულმოწყალე დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. უდრტვინველი მადლიერებით მიიღება ყოველივესი, რაც შეგვემთხვევა, ღვთის წყალობისადმი სრული სასოება და არავითარ შემთხვევაში ჩვენს კეთილ საქმეთა იმედად ყოფნა. საკუთარ თავში რაიმე ამაღლებულის არ მოლოდინი. ამის ნათელ ხატოვან სახეს მიაგნო წმინდა ეპისკოპოსმა ეგნატემ. ძველ ქრისტიანთა გარემოში არსებული სულიერი სიკეთეთა სიუხვეს იგი ადარებს მდიდრულ ხინს, რომელიც მოაწყო შეძლებულმა სახლის მეუფემ თავისი მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნაცნობებისათვის. ამ სულიერ ტრაპეზზე შემოთავაზებული იყო უზომო რაოდენობის სულიერი საზრდო. ტრაპეზის დასრულებისას კი სტუმრებს უხვად ებოძათ სულიერი წვენი. როდესაც ყველა წავით წამოვიდა, სახლის მეუფემ დაინახა მშიერ ღატაკთა სიმრავლე და მსახურებს უბრძანა. არა ელაგებინათ სუფრა და ყველაფერი, რაც დარჩა, შეეთავაზებინათ უპოვართათვის. მორიდებულნი და დაბნეულნი შევიდნენ ისინი ფართო დარბაზში. მიირთვეს ყველაფერი, რაც დარჩა მაგიდაზე, არ დატოვეს მის ქვეშ დაყრილი ნამცეცებიც კი. ამ ადამიანთაგან არავის უგემია ხელუხლებელი კერძი. მათ ვერც მომსახურის თავაზიანობა, ძვირფასი ჭურჭელი და ნივთები შენიშნეს. ვერც მომღერალთა გუნდსა და მუსიკას მოусმინეს. ასე რომ გლახაკთაგან ვერავის შეექმნა ნათელი ზუსტი წარმოდგენა აქ ყოფილ ხინზე. მათ დაიოკეს შიმშილი და ოდნავ თუ მიხვდნენ აქ რა ბრწყინვალებას უფევდა მათ მოსვლამდე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი შეურდნენ სახლის მეუფეს. მადლობა გადაუხადეს საკვებისთვის, რომელიც მანამდე არც ენახათ და არც ეგემათ. სახლის მეუფემ მათ უთხრა: ძმანო, როდესაც ლხინის გამართვის ბრძანება გავეცი, თქვენ ხედულობაში არ მყავდით. ამიტომაც არ შემოგთავაზეთ სათანადო ტრაპეზი და არც წვენს გაძლევთ. ღატაკებმა ერთხმად შეჰყვირეს: მეუფეო, რა დროს წვენია, რა დროს მდიდრული ლხინია, სიტყვები აღარ ყოფნის, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ არ გვიუკადრისე.
ჩვენ ყოველგვარი სიდუხჭირით გატანჯულნი, შემოგვიშვი საკუთარ სავანეში და გადაგვაჩინე შიმშილით სიკვდილს. როცა ღატაკებმა მადლობა გადაუხადეს სახლის გულმოწყალე მეუფეს, დაიშალნენ, მამ მსახურებს უთხრა: ახლა აალაგეთ სუფრა და დაკრძალეთ ჩემი სავანე, სტუმრები აღარ მეყოლება. რისი შეთავაზებაც შეიძლებოდა საზდოთ, შეთავაზებულია. ყველაფერი დასრულდა. ღატაკნი და უპოვარნი ჩვენი მდგომარეობის სიმბოლური სახენი არიან. ნამცეცები და ცარიელი თეფშები თანამედროვეობის სულიერი შიმშილია. თავმდაბლად მადლიერება, ყოველგვარი მდიდრული საკვებისა და ძღვენის მისაღებად საკუთარი უღირსების აღიარება, მაგალითია იმისა, თუ როგორი სულიერი განწყობა უნდა გქონდეს. აუცილებელია გულდასხმით მოვისმინოთ წმინდა მამათა და იმ წინადგრძნობებსა და წინასწარმეტყველებებსა, რაც ეხება ჩვენს დროს. ეს არის უკანასკნელი ჟამი და ამაზე ბევრი რამ მიუთითებს. ჩვენი დროის სულის გაცნობიერება ერთი მხრივ გამოგვიყვანს თვითსთუნებიდან, შეგვიქმნის სწორ შეხედულებას ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებზე, გაგვხდის თავისა და სხვების მიმართ ნაკლებად მომთხოვნს. მეორე მხრივ კი გვაიძულებს გავხნევდეთ, ვიყოთ მღვიძარენი და ფრთხილნი. არ მივეცეთ მოწყინებას და ამასთანავე მეოცნებობით არ მოვწყდეთ რეალობას და თავი არ აღვიმაღლოთ. ყური დაუგდოთ სევდიან, მაგრამ სასარგებლო სიტყვებს. ჩამომავალი მზე, ცოცხალი გამოხატულებაა ჩვენი დროის ქრისტიანობის მდგომარეობისა. ანაბდებს იგივე მზე სიმართლისა ქრისტე. ფენს ამავე სხივებს, მაგრამ ისინი უკვე აღარ გამოსცემენ ისეთ ნათელსა და სითბოს, როგორცაც ფენდნენ ჩვენს დრომდე არსებულ ეპოქას. ეს იმიტომ, რომ მზის სხივები შეუვალად აღარ გვეცემიან, არამედ ჩვენსკენ მოემართებიან ირიბად. სიმართლის მზის ქრისტეს სხივები არის სულიწმინდა წყინვალებაი ნათლისა მომცემელი, რომლისა მიერ იცნობების მამა და ძე იდიდების მის მიერ, ხოლო საცნაურ არს ძალა და არსება მისი, სულთმოფენობის აქამდეთის დასდებელი. ახლა, როდესაც გამრავლდნენ ცოდნით, ხელოვნებით, ყოველივე ნივთიერი სიკეთით გამდიდრებულნი, მოაკდა წმინდაი ფსალმუნი მე-11. სულიწმინდა მიახლით ძესაკაცსა ეძიებს ღირსეულ ჭურჭელს იმ დასში, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ განათლებულებს, ნასწავლებს, მართლმადიდებლებს, მათთვის სავალალო განაჩენი გამოაქვს. არავინ არს გულისხმის ყოფილ, არავინ არს გამომაძებელ ღვთისა, ყოველია მიექციეს ერთმანმა და უხმარი იქნეს. არავინ არს, რომელმაც საქმნა სიტყვებაი, არავინ არს მიერთამდე სამარეს ზეღობულ ერს ხორცი მათი, ენითა მათი და ზაკვიდეს. გესლი ასპითა ბაგითა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსი არს. მალli არიან ფერხნი მათნი, დათხევად სისხლისა. შემოსვრაი და უბადრუკებაი არს გზასა მათთა და გზა მშვიდობისა არს არაიცნას. არ არს შიში ღვთისაი წინაშე თვალთა მათთა, რომელთა მესამე თავი მე-11, მე-18 მუხლე. აი მიზეზები, რის გამოც სული ღვთისაი თავს გვარიდებს მაშინ, როცა ის არის ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ჭეშმარიტი სიმდიდრე. იგი ყველა ახალ ისრაელს მოევლინა მათმა ყოვლადწმინდა შემოქმედმა. წმინდა წერილი ადასტურებს, რომ ქრისტიანები მსგავსად იუდეველებისა თანდათანობით გულგრილნი გახდებიან ღვთის გამოცხადებითი სწავლების მიმართ. ისინი დაიწყებენ ღმერთკაცის მიერ კაცობრივი ბუნების განახლების უგულებელყოფას და ივიწყებენ მარადისობას, მთელ ყურადღებას მიმართავენ მიწიერი ცხოვრებისკენ. ასეთი განწყობითა და მიმართულებით შეუდგებიან ამ ქვეყნად საკუთარი მდგომარეობის, როგორც მარადიულის გაუმჯობესებას, საკუთარი დაცემული ბუნების გაღრმავებას, რათა დაიკმაყოფილონ სულისა და ხორცის ყველა შერყვნილი, დამახინჯებული მოთხოვნილება და სურვილი. რასაკვირველია, ასეთი მიმართულება მხსნელისათვის, რომელმაც კაცი ნეტარი მარადისობისთვის გამოისყიდა, უცხოა. ასეთი მიმართულება ქრისტიანებისგან განდგომილებისთვისა თვისობრივი. სამოთხის შუაგულში გამოჩნდა საკუთარი შენიღბული ბოროტება ადამიანთა იოლად საცდუნებლად. ბოროტება წმინდა ეკლესიის წიაღშიც გვევლინება შეფარული სახით და მუკაზმული ნაირგვარი მიმზიდველი საცდურებით, რომელიც
უწყინარი გართობასა და მხიარულებას ეწოდებს, ხოლო ხორციელი ცხოვრების აღზევებისა და სულიწმინდის შეურაცხყოფას, კაცობრიობის წარმატებას და მის განვითარებას. კაცნი იქნებიან განხრწნილი გონებითა, რადგან სათნო იყვნენ სიცრუეს და შინა. მეორე თესალონიკეს 2:12 მოკლე. საწმუნოებაში გამოცდილი აქ უნდეს ხატი ღვთისმსახურებისა და ძალსა მისა უარყოფდნენ. მეორე ტიმოთეს 3:2 და 5 მუხლები. მათთვის, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება და ნებით განუდგა ძნელი იქნება მისი დაბრუნება. ებრაელების 1:26, რადგან კეთილი ნებელობა დაკარგეს, რაც აუცილებლად მოყვება ღვთის ნიჭის შეგნებულ უგულებელყოფას. კაცობრიულ მცდელობას შეუძლია როგორღაც გამოძერწოს კეთილმსახურების ხატი, მაგრამ კეთილმსახურების ძალის აღდგენა ხელეწიფება უფალს, ადამიანებს მოსავს ზეგარდმო ძალით. იხილეთ ლუკას სახარების 24:49. ახლა ბევრი გაკადნიერდა და სულიწმინდის განჩინებებში საკუთარი კანონები შეიტანა. ამის გამო იქცა ზეციური კანონები მიწიერად, სულიერი ხორციელად, წმინდა ცოდვილად, ბრძნული უგუნურად. ზოგადად კი არიან ქრისტიანები, მაგრამ მათ დაკარგული აქვს ჭეშმარიტების საზოგადო ერთნაირი ცოდნა, რაც ყველას შეუერთებდა ერთ სულიერ სხეულში, ერთნაირი აზროვნებითა და ერთსულოვნებით, ერთი საზოგადო თავის ქრისტეს ქვეშ. დღეს ყველას აქვს მეტნაკლებად თავისებური აზროვნება, შეგნებულად თუ შეუგნებლად არჩეული რელიგია და გზა, რომლებიც მიაჩნიათ სწორად ან მხოლოდ გამართლებულად. ეს ურიცხვი სამწყსო, რომელმაც დაკარგა ერთობა და კავშირი სულითა და ჭეშმარიტებით, სულიერი დამკვიდრებისათვის უდიდეს ქაოსის სახეს იძენს. თითოეული ცხვარი თავის მხარეს დახეტიალობს და არ იცის საით წაიყვანს ეს გზა. მას არავინ აჩერებს მასზე, არავინ ზრუნავს. ადამიანებს ისევ გაუეხიშდათ ყურთასმენა, რომ აღარ ესმის ჭეშმარიტი მწყემსის უფლის მაცხოვნებელი ხმა, რაც მისი წმინდა ეკლესიიდან გაისმის და კვლავ ხმამაღლა ამხელს მათ სიცრუეს. აუწყებს, რომ არსებობს მართალი გზა და მიუთითებს მასზე. ისინი დააყროა ამ ქვეყნიური ბოროტის აზროვნავის გრძნობადი მხიარულების მიწიერი წარმატებების ხმაურმა, ამას სოფელს მიმსჭვალული მათ სულის აღარ ძალუთ სულიერ დაბეჭდილებათა აღქმა. ეშმაკის მახეები უსასრულოდ გამრავლდა ქრისტეს პირველი ეკლესიის დაარსების ეპოქასთან შედარებით, გამრავლდა ცრუსწავლების შემცველი წიგნებიც, გამრავლდნენ ცრუსწავლების შეპყრობილი და მისი გამავრცელებელი მოაზროვნენი, შეიმცირდნენ უკიდურესად შემცირდნენ წმინდა ჭეშმარიტების მიმდევრები. გაიზარდა იუდეველთა და წარმართათვის ხელმისაწვდომ ბუნებრივ სათნოებათა მიმართ პატივისცემა. გაჩნდა კეთილგანწყობაც პირწმინდა წარმართულ სათნოებათა მიმართ, რაც საწინააღმდეგო თავად კაცობრივი ბუნებისა, რომელიც მათ ბოროტებად აღიქვამს. დაკნინდა ქრისტიანული სათნოებათა გაგება. აღარაფერს ვამბობ, რომ თუ როგორ შემცირდა თითქოს აღმოიფხვრა საქმით მათი აღსრულება. განვითარდა ცხოვრების ყოფითი მხარე, გაქრა სულიერება. მთელ დროს თქავს ხორციელი სიამტკბილობა და საზრუნავი. ღვთის გასახსენებლადაც აღარავის ძალია და ეს ყოველივე იქცევა ვალდებულებად და კანონად. ამჟამად ჩვენ მივადექით კაცობრიობის ცხოვრების ისეთ პერიოდს, როდესაც ცხონდებიან მარტოოდენ წუხარების უტვინელად დათმენით, ღვთისადმი რწმენითა და მისი გულმოწყალებისადმი სასოებით, სხვა გზებით დღეს ხსნა არავის ძალუძს. ჩვენი დროისთვის რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა წუხარებათა დათმენა. სიმდაბლის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ღმრთის რაიმე ნიჭის მიღებას, ასე რომ ზიანი არ განიცადოს. აი რატომ არის ნაწინასწარმეტყველები, რომ უკანასკნელი ჟამის ადამიანები თავიანთი გამძაფრებული ამპარტავნების გამო ცხონდებიან მხოლოდ მწუხარებითა და სნეულებათა დათმენით. მოღვაწეობა კი არ მიეცემათ. მწუხარებანი განსაკუთრებული ხვედრია ჩვენი დროისა, რომელსაც წილად არ ერგო არც მოწამეობრივი და არც
სამონაზნო მოღვაწეობა. ჩვენ უკანასკნელი ჟამის ქრისტიანებს წილად ხვდა როგორც ჩანს წვრილმანი უმნიშვნელო მწუხარება სასწორი ღვთისა ხელთა. ეგნატე ბრანჩეინოვი. უნდა გვესმოდეს დროის სულისა და არ გაგვიტაცოს ძველი ჟამის ცნებებმა და შთაბეჭდილებებმა, რომელთა განხორციელებაც ამჟამად შეუძლებელია. იქვე. უნდა შევინანოთ, ვილოცოთ და თავი დავიცვათ ხიბლისაგან, რადგანაც ამჟამად დიდი ნაწილი მათი, ვისაც კეთილმსახურებით ცხოვრება სურს და გონია, რომ ასეც იქცევა, აღგზნებულია ნივთიერი განხურვებით და მეტნაკლებად თვითწუნებულია. აი აზრები ჩვენი თანამედროვე მამის მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის, რომელიც ცხოვრობდა ამერიკაში გარდაცვალება 1982 წელი. რა კი სულიერ ცხოვრებაზე მართლმადიდებლურ წიგნების თარგმანები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო სულიერი ბრძოლის შესახებ მართლმადიდებლური ტერმინოლოგიაც ხშირად გაისმის, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ისიქაზმის, იესოს ლოცვის, ასკეტური ცხოვრების, ამაღლებული ლოცვითი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ პალამას და გრიგოლ სინელის მსგავს უდიდეს წმინდა მამებზე. ძალიან კარგი იქნება ვიცოდეთ მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების ეს ნამდვილად ამაღლებული მხარე და პატივი მივაგოთ დიდ წმინდანებს, რომლებიც ნამდვილად ასე ცხოვრობდნენ. მაგრამ თუ სინამდვილეს თვალს არ გავუსწორებთ და თავმდაბლად არ გავაცნობიერებთ, რამდენად შორს ვართ ისიქასტების მოღვაწეობისაგან და რამდენად მომზადებლები ვართ ამისთვის, რომ თუნდაც მივუახლოვდეთ მათ ცხოვრებას, ჩვენი მისდამი ინტერესი იქნება ჩვენი ეგოცენტრული პლასტმასის სამყაროს კიდევ ერთი გამოვლინება. ღრმად უნდა შევიგნოთ, რა დროში ვცხოვრობთ. ნამდვილად რა ცოტა ვიცით მართლმადიდებლობაზე, როგორ სუსტად შევიგრძნობთ მას, რა შორს ვართ არათუ ძველი დროის წმინდანებისაგან, არამედ 100 წლის წინ ცხოვრები, ან თუნდაც ერთი თაობით დაშორებული უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან და რა ძლიერი უნდა იყოს მისწრაფებოდეთ, რომ დღეს უბრალოდ დავრჩეთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. სერაფიმ როუზი. ბოლო დროის მამები ძალზე ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩვენი ეპოქა განსაკუთრებით მზაკრული და რთულია საცხოვნებლად, რომ ძალზე გავრცელდა თვალთმაქცობა, თითქოს დაიკარგა ჭეშმარიტი კეთილმსახურება, რომ ქრისტიანების უდიდესი ნაწილი მხოლოდ გარეგან სათნოებით ცხოვრებას ეწევა, მათი გულები კი განეშორნენ ღმერთს, დაემონენ მიწას, ამ ხრწნად ქვეყანას ყველგან თვალთმაქცობენ, უკვე აღარავინ ეძებს სამღვთოს, თითეული დახარბებია თავისთვის საამებელს. ახლა ყოველი მორწმუნის წინაშე დგას რთული ამოცანა, კაცთა ცრუ საქმეებისა და სიტყვების ამ ქაოში, სიმართლისა და სიყალბის ამ ნარევში მოიძიოს და გამოარჩიოს ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელსაც ძალუც სულის ცხონება და განკურნება. ეს მარად დაუშრეტელი ჭეშმარიტება ჩვენ გვერდითაა, თუმცა მრავალი ცრუ ჭეშმარიტება ცდილობს გადაფაროს იგი და გვარწმუნოს, რომ თავად არის ის ჭეშმარიტება, რაც ჩვენ გვესაჭიროება. ჩვენს გარეთაც და შიგნითაც მტრის მუდმივი მუშაობაა გაჩაღებული. იგი ცდილობს მართლმადიდებლური სარწმუნოება და მისი სული დახვეწილი, შელამაზებული ნაყალბებით ჩაანაცვლოს, გვაიძულებს მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადავუხვიოთ ვიწრო გზიდან, რათა მერე მთლიანად დაგვაყენოს განდგომილების გზაზე. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვისწავლოთ წმინდა მამათა ნაწერების სწორად გაგება და საკუთარი ცხოვრებისადმი მათი მისადაგება. გავითავისოთ მათი სული, რადგან ეს სახარებისეული სულია. მამებმა თავიანთი ცხოვრებით, საქმით, სიტყვით და გრძნობით განახორციელეს სახარებისეული სწავლება, ნათლად შეითვისეს და ზედმიწევნით განმარტეს იგი თავიანთ წიგნებში. სახარებისეული მცნებების გაგებას და მით უფრო აღსრულებას ჩვენ ამ მამათა გამოცდილების გარეშე საერთოდ ვერ შევძლებთ. გზის დასაწყისშივე უეჭველად დავიბნევით. თავად წმინდა მამათა სიტყვაც ძალზე ძნელად მოდის ჩვენამდე, აღარ გვესმის მათი. წმინდა მამათა მოღვაწეობა ჩვენს ძალებს ბევრად აღემატება. რწმენის შეუზრელობა, რაც მათ სასწაულების აღსრულების ძალას სძენდა, ახლა აღარ ხვდება. მათი უბრალოება, გულისა და გონების სიწმინდე,
მიუწტომელად გვეჩვენება. ამას სოფლიდან მათ განდგომა, საზრუნავისაგან განშორება, ხორციელის უარყოფა და ზეციურისკენ სწრაფვა თითქმის აღარ შეგვიძლია. და მიუხედავად ამისა, წმინდა მამათა სული, მათი შინაგანი ღვაწლი, შრომის მთავარი მიმართულება და მიზანი ჩვენთვისაც აუცილებელია. ჩვენ არ ძალგვით ისე ვხნეთ, სვლა, როგორც ისინი ვიდოდნენ, ზიდვა ისეთი მძიმე ტვირთისა, მიღწევა ისეთივე სიმაღლეებისა, მაგრამ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც ვიაროთ იმავე მიმართულებით, ისეთივე მიზნების აღსასრულებლად, მამათა საზომებით, განსაზღვროთ რაიმეს ღირებულება და სარგებელი, ფუჭად და საზიანოდ მივიჩნიოთ ის, რასაც გაურბოდნენ ისინი.